ბრინჯი საქართველოში 2 კილოგრამი 4 ლარი და 80 თეთრია. საფრანგეთში 4 ევრო და 39 ცენტი, რაც 13 ლარი და 82 თეთრის ეკვივალენტია. გერმანიაში 4 ევრო და 59 ცენტი, ანუ 14 ლარი და 14 თეთრი. ორივე შემთხვევაში ბრინჯი საქართველოსთან შედარებით თითქმის 3-ჯერ ძვირია. მაკარონის 500 გრამიანი შეკვრა საქართველოში 2 ლარი და 99 თეთრი ღირს, ხოლო საფრანგეთში 1 ევრო და 40 ცენტი, რაც 4 ლარსა და 41 თეთრს უდრის. საფრანგეთში 2 ევრო და 39 ცენტი ღირს, ანუ 7 ლარი და 53 თეთრი. რძე გერმანიაში 1 ევრო და 19 ცენტი ღირს, ანუ 3 ლარი და 75 თეთრი, საქართველოში კი მისი ფასი 3 ლარი და 99 თეთრია. კილო ვაშლის შეძენისა საფრანგეთში 3 ევროსა და 75 ცენტს, ანუ 11 ლარსა და 81 თეთრს გადაიხდით. ამ ფასაც საქართველოში 4 კილოგრამ ვაშლს იყიდით. გერმანიაში 1 კილოგრამი ვაშლის ფასი 10%-იანი ფასდაკლებით 2 ევრო და 51 ცენტია, რაც 7 ლარი და 91 თეთრია. შედეგი კი ერთია. ფასების მიხედვით როგორც მაღაზიაში, ისე გზაზე, საქართველოში იგივე ბიუჯეტი უფრო მეტს გვაძლევს ვიდრე ევროპაში. აი ახლა ხომ მოგვიყვენ, რომ საფრანგეთში და გერმანიაში უფრო ძვირი ყოფილა ვიდრე საქართველოში თურმე და მეტი რა გინდათ ხალხო? მეტი რა მინდა, რავი, გერმანია. აბა რა გინდათ, მაგრამ საქართველოში რო იაფი იყოს ეგ მინდა. დეკემბერში ყობახიძემ პირიქით ილაპარაკა. თან იგივე პროდუქტებს. ეხლა რა პროდუქტები ჩამოთვალეს? ანუ რას გერმანიაზე? კი, ევროკავშირზე, გერმანიაზე, ევროპის სხვა ქვეყნებზე ილაპარაკა. აბა სად ილაპარაკა? ანუ რა ხდება ეხლა ტევეიმედი ყობახიძეს უტევს? მოდი მოусმინოთ. საზოგადოება ხშირად გამოხატავს სწრაფს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასდამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასდამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები, ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია. რომელი? აი რაც ხდება. აი რაც ხდება, ხა სირცხვილი რანაირად არ არის. ზუსტად იგივე პროდუქტები ჩამოთვალა მანამდე. ეგება ტევე იმედი აუჯანყდა. უფრო ძვირად, თან საფრანგეთზე. ის კი არა, იქნებ რაღაცა პოლონეთი იგულისხმებოდა მაშინ. არა გასულ საფრანგეთზე. მე გეტყვი რა ხდება. ტევე იმედი აუჯანყდა ყობახიძე. მე მგონი Deep State-ი Deep State-მა ჩანერგა ტევე იმედში თავისი აგენტურა და შეგნებული დისკრედიტაცია ხდება ოცნების. სხვა ლოგიკურია. სხვა ლოგიკური ერთი ახსნა მაქვს მე, ერთი ახსნა მაქვს გეტყვი. აი ჩვეულებრივად მოდი ხალხს ვეკაიფოთ, აი ეგ ხდება. აი ვეკაიფოთ რა. ვეკაიფოთზე აი სადამდე შეიძლება ეკაიფო ხალხს და გაუტა. მე სხვა რაღაცა მგონი. მე მგონია რომ მოდი უბრალოდ ამ ფასების თემაზე დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ აქტუალურია ეხა. და სხვათა შორის ჩვენი წვლილიც არ არის პატარა ასეთი საკითხების აქტუალიზაციაში. და ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი კარგი რაც ხდება, ეს ლიბერალური მართვადი ოპოზიცია, რომ ნელ-ნელა ხრება ამ პოლიტიკური ველიდან და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს რომ შეუნარჩუნოს ხელოვნურად აქტუალურობა, ასეთი რეალური თემები, რომ წინა პლანზე იწევა ხოლმე, ეგ კარგია და ხელისუფლება ასეთ საკითხებზე ზიანდება ხოლმე და მე მგონია რომ ამოცანა იყო რაღაც საინფორმაციო ფონი შექმნა, ვითომ რაღაცას მუშაობთ, იმის იმიტაცია შეექმნათ, რომ ხელისუფლება ზრუნავს, უბრალოდ რა ვერ გათვალეს, იცი, ვერ გათვალეს, რომ
საზოგადოება, მათ შორის ჩვენ ამ საკითხს ჩაუღრმავდებოდით, პულზე დავიდებდით ხელს და ბოლომდე ჩავყვებოდით იმ შედეგსაც, რაც გამოცხადდა. უბრალოდ ეგ ვერ გათვალე. აი მოდი ქრონოლოგიას გავყვეთ. ნახე, მოდი მაშინ თუ ქრონოლოგიას გავყვებით, ჯერ ბოლო კომპონენტი დაგვრჩა. დასკვნა. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ TV-იმედში ვიღაცა ჟურნალისტი გაგიჟდა რაღაცა დივერსია, ახალ ხო რაღაც, ნუ კობახიძემ რატო თქვა ეგ მაშინ გაუგებარია, კობახიძე ხო არ უწყობს ხა საკუთარ თავს დივერსიას, მაგრამ ოფიციალური დასკვნა გვაქვს ხალხო. ვინც ელოდებოდით, რომ საქართველოს პარლამენტი, რომელმაც შექმნა კომისია, ეს კომისია ფასებს რამეს მოუხერხებდა, ეხლა გვაქვს დოკუმენტ სულუში. დოკუმენტი არის, რომელიც გვეუბნება შემდეგს. ნუ ის 100 რაღაცა გვერდიანი დასკვნა არის, მაგრამ მოკლედ შინაარსი გამოყურება ეგ. პარლამენტარის ეგ განცხადება გაუშვათ, სად მაგ დასკვნას ამბობს. აი, მე ჩემი ინტერპრეტაცია რო არ იყოს, გაუშვათ კი ბატონო. აზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტის საბაზისო დახლის ფასი, თუმცა პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფასდაკლებებით ხდება მათი რეალიზაცია, სურათმა აჩვენა ჯაჭვში ქსელიდან დაწყებული წარმოებლით და იმპორტიორ დისტრიბუტორთან დამთავრებული ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. დიდი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. მენი რეკომენდაცია არის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებას სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს ხარდაჭერა მცირე და საშუალო მწარმოებლისთვის, რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისის გასწორება საშიშიც არის, იმიტომ რომ სექტორმა შესაძლებელი შოკირებული დარტყმა მიიღოს და დარტყმის შესახებ ჩვენ არ მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემური კესკებთან დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდირებული არ არის. მოკლედ შინაარსი არა, დეტალები ნიშნავს, არა, ეგრე მარტივად რო იყოს კიდე რა გუჭირს. კომისიამ დაადგინა, რომ ჩვენო რომ მაგ გამყიდველებსო, ხელი მოუკიდოთო. აი, დაუტირე მაგი არ შე. მე ჩვენო რეკომენდაციას გვაძლევთ ხელისუფლებას, რომ მაგათ ხელი არ მოკიდონო და საერთოდო მისახმარებელი ხალხია, გენიო. აი ეს ქსელური მარკეტები ცოტა რაღაცა ხელისუფლებამ უნდა. მე მგონი საერთოდ ზარალზე მუშაობენ. ანუ რო კარგად რო გაიგოთ, რა იმუშავა კომისიამ და კომისიის დასკვნა ის კი არ არის, რომ ვიღაცები ზემოგებას ნახულობენ საწყალი ხალხის ხარჯზე, რასაც კობახიძე ამბობდა, სანამ დაიწყებდა კომპანია, ეგ რა ქვია, რაღაც კანტორა მუშაობას, ხო, კომისია რანაირად და არ ვქვა, არ ვიცი, მაგრამ დასკვნა არის, რომ მაგ ხალხს ხელი არ მოკიდოთ. მაგაზე რეგულაციები არ არის საჭირო, შოკი არ გამოიწვიოს და ხელისუფლება მიეხმაროს ხოლმე რა. ეგ არის ოფიციალური დასკვნა, რაზეც იმუშავა კომისია. მანდ ერთი დეტალიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რა. ანუ აქეთ ფული გვაქვს კიდე მისაცემი, იმიტომ რომ მაგას ხელისუფლება რომ მიცემს რაღაცა პროგრამებს, ეგ არის ბიუჯეტის ფული, ანუ ჩვენი ფული, ანუ კომისიამ იმუშავა და გაარკვია რომ მაღალი ფასები რო არის მაგის დასკვნა არის რომ ფული გვაქვს კიდე აქეთ მისაცემი ჩვეულებრივ ხალხს კარფურზე მაგარი კომისია იყო რა. მუშაობია ერთი დასკვნა კიდე რომ თქვენ ფასების კლება რო გინდოდათ, ფასები ახლა დახსერა, ფასების წერია, ეგ კი არის, ეგ ერთია, მაგრამ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ ფასდაკლებებით იყიდება ხოლმე ძირითადიო და უკვე დაკლებულია ფასდაკლებები. მეტი რაღა დავაკლებთ. რაღა გინდათ რა. მეტი რაღა გინდათ და საერთოდ რა ამათი ჯამური პათოსი არის, გაუმაძღარია ეს ხალხი. აი ვერ ხედავს ამ თავრობას. აი ეხლა. ყვაც. ხო იყო აქ რომ ბრინჯი იქ ძვირია. აქ რაღაცა პირობი აქ 3 ლარი ღირს იქ 9 რაღაცა ეგეთები ხო იყო, ხო ეგეთი ხოლმე. მე მგონი სიმართლე არის. არა, მოდი ჩავთვალოთ რომ სიმართლეა რა. აი მოდი
ვირწმუნოთ ტევე იმედის კი, კი. და 100%-იანი, აი 200%-იანი, აი უეჭველი მე როგორ დავიჯერებ ხარ რომ ტევე იმედი გვატყუებს უბრალოდ აი მაგალითად ნუტელას რო ადარებდნენ, ხო, აქ 350 გრამიანი შეადარეს, იქ კილოიანს, მაგრამ ჯანდაბას აი მე მჯერა ტევე იმედის, ხო და საქმე რაშია, იცი? აი ხო არა დავუშვათ იქ სამჯერ ძვირი რა. აი რაც ამათმა ფასებზე გააკეთეს, ეგ რო ხელფასებზეც გავაკეთე. აი რაზე იცი? საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი არის 2200 ლარი. ეხა თქვენ კი მეტყვით რომ რა 2200 ლარი გიჟი ხო არა ხარო, მაგრამ მე მჯერა ჩემი ერთ შესწორებას შევიტან. არსებობს დათვლის ორი ფორმა. არის საშუალო ხელფასი და არის მედიანური ხელფასი. მედიანური ხელფასი არის აი რასაც აი მართლა საშუალო ქვია. ამის ქვემოთ იმდენივე ხალხს რო აქვს ხელფასი, ვიდრე ამის ზემოთ. საშუალო ხელფასი არის როგორი რაღაცა, იცი? ჯამურად იკრიბა. ყველაზე მეტი ვისაცაა ხელფასი. ყველაზე ნაკლები რასაც და ჯამურად მედიანური ხელფასი უფრო ზუსტი გამოდის. ეხლა რამდენად ესე ამაგასაც სწორად თვლიანი გარუჩი, მაგრამ შუაზე იყოფ აი ამის ქვემოთ აქვს იმდენივე ხალხს. მედიანური ხელფასი არის საქართველოში დაახლოებით 1400 ლარი. შოთა რატო არწულებ? რა მედიანური რაღაცა ტერმინები შემოგაკაცო რაღაცები. საშუალო ხელფასია, საშუალო ხელფასი რა არის? იცი, ცნობილის რა ხო იცი? ჩემი უფროსი ხორცს ჭამსო და მე კომბოსტოსო და ჯამში ორივე ტოლმას მივირთმევთო რა. აი მაგითი დავთვალოთ რა. საქართველოს მე მჯერა საქსტატის 2200 ლარია ხელფასი რა. მე მაგაზე ფეხს არ მოვიცვლი, აბა ვინ შეიტანს მაგაში ეს და პრობლემა რა არის? გადასახადები ეკლდება კიდე ხელზე ასაღები სხვა არის ეგ გადასახადები. დაიკიდე. აი გერმანიაში მაგალითად 2025 წლის მონაცემები ვნახე, იყო 4300 რაღაცა ევრო. იქ აკლდება. აქაც უნდა. არა, აქ არ დავაკლებ. მარტო იქ დავაკლებ. მთავრობას უნდა დავმასტრო მე. მარტო მთავრობა უნდა ჩვენთან არ ვაკლებ გადასახადს, გერმანიაში ვაკლებ მარტო. და იქთან ძვირი გადასახადებია და სუფთად ხელზე ტიპები იღებენ 2500 ევროს, რაც ლარში გამოდის 7800 ლარი. ანუ 3.5-ჯერ მეტი ხელფასი. ანუ იმედის დათვლითაც კი მაინც გერმანიაში გამოდის უფრო იაფი კიდევ უნარიანობით გერმანიაში გამოდის. აი იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში არ ვაკლებ გადასახადებს, იმის გათვალისწინებით რომ გერმანიაში ძვირ გადასახადებს რო იხდიან მთელი რიგი რაღაც გერმანულ ჯანდაცვაზე აქ წვდომა, გერმანულ განათლების სისტემაზე აქ წვდომა, მაგრამ ეგეც ფეხზე დავიკიდოთ რა. აი ქართული ოცნების პერსპექტივიდან ვითვალოთ. ბიჭო, მაინც გერმანიაში უფრო იაფი გამოდის და მანდ თან ეგ როგორ იხსნება, იცი ბიჭო. გერმანიაში თუ ყველაფრით ძვირია ცხოვრება და ნაკლები ფული იშოვება და უფრო რატო გარბის იქ ხალხი? საქართველოს რატო გარბის იქ ხალხი? უბრალოდ ხალხი. ეხლა საქართველოში თუ ყველანაირი დათვლით აქ უფრო იაფია. მე მგონი ჩვენ უნდა ეხლა ვიზრუნოთ, რომ საზღვრები ჩავკეტოთ, აქეთ გერმანელები არ მოგვაწყდნენ, კაცო, გერმანელი მიგრანტები გვინდა ჩვენ აქ?